არ ვიცი ხა ვისაც ჩემი ბიოგრაფიისთვის გაქვთ თვალი გადავლებული, რომელიც გამჭვირვალეთ იყო ხოლმე ყოველთვის პარლამენტის საიტზე, გახსოვთ ალბათ რომ მე წლების განმავლობაში მუშაობდი კოდორის ხეობის მიმართულებით, გავხდით გულრიფშის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს მიმართულებით მომუშავე ოპერატიული მუშაკი და სამწუხაროა, უნდა აღინიშნოს, რომ ის რაც დღეს ემზარ კვიციანის თავს ხდება, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც დამნაშავის და დამნაშავეთა ძებნის და მათი პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად ხელისუფლება განტევების ვადს პოულობს იმ ადამიანში, რომელიც გვევლინებოდა ერთადერთ ხაზი მინდა გაუსვა ლეგიტიმური შეერაღებული ფორმირების მონადირის ხელმძღვანელად, ამავე დროს პრეზიდენტის რწმუნებულად მხარეში და რომლის წინააღმდეგაც აღძრულ სრულად მოტივირებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეზე ახალი ხელისუფლების პირობებში, როდესაც ვითარება რადიკალურად იქნა შეცვლილი, დადგა განაჩენი 12 წლის ვადით თავისუფლების აკვეთისა. მე რატომ მოვიშველიე ჩემი, ასე ვთქვათ, წარსული შინაგან საქმეთა სამინისტროდან? იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს რა ხდებოდა ჩხალთაშიც, აჟარაშიც, ლათაშიც, ომარიშარაშიც და რომ არა მონადირე, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი მკვიდრი ჩვენი მოქალაქეებისაგან, სვანებისგან, ასე ვთქვათ, დაკომპლექტებული ბატალიონი გახდათ, აფხაზური სეპარატისტული შენაერთები, კაზაკები და რუსები აუცილებლად გაცილებით ადრე შემოვიდოდნენ აფხაზეთის ამ ტერიტორიაზე, კოდორის ხეობაში, ვიდრე ეს მოხდა 2008 წელს, როდესაც მუხანათულად, ეს ხაზი მინდა გაუსვა, გაყიდული იქნა და მიყიდული იქნა კოდორის ხეობა რუსებისთვის. აქაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემსწავლელი კომისიის, საპარლამენტო კომისიის წევრი. ხომ, აი ორი გარემოებაა თანხვედრილი. შემიძლია ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც დაგიდასტუროთ, რომ 2008 წელს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მოქმედებები, გულისხმობ ამ შემთხვევაში ბატონ აქიშბაიას, რომელიც მაშინ გახდათ მთავარი პასუხისმგებელი პირი, მისი მოქმედებები საჭიროებდა სამართლებრივ შეფასებას პროკურატურაში, ეს დასკვნა გაიცა კიდეც სხვათა შორის ამ კომისიის მიერ, მაგრამ დღემდე არაფერი არ, ასე ვთქვათ, არავით არის ღონისძიება არ განხორციელებულა. და რაც კიდევ მთავარი არის ის, რომ სასამართლომ მას შემდეგ რაც ქალბატონ ნორაკვიციანს დაუდგინა განაჩენი ვადიანი თავისუფლების აკვეთით და მას შემდეგ რაც ქალბატონი ნორაკვიციანი როგორც პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლებული იქნა საჯელასულების დაწესებულებიდან, ეს იყო კიდევ დამატებითი მოტივი იმისა, რომ ბატონი ემზარ კვიციანის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე თავიდანვე უნდა ყოფილიყო შეფასებული როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არ ქონია ადგილი. მე უბრალოდ გაკვირვებას ვერ ვალავ, ვის დააბრალებს დღევანდელი ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება, თქვათ, აი ამ მოქმედებას, ბრალდება თუ არა ეს ბატონ კუბლაშვილს, რომელიც მარტის თვიდან აღარ იქნება უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე, თუ ეს არის რეალურად პოლიტიკური კონიუნქტურა, როდესაც დასავლეთი განტევების ვადს ითხოვს სწორედ ბატონი ემზარ კვიციანის სახით. ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, აფხაზეთის თემა, საკითხი, რომელიც პოლიტიკური ვაჭრობის და манипуляციების საგანია დღემდე და ის, რასაც 15-ში ქონდა ადგილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომელმაც დაანონსეს ეგრეთ წოდებული ანექსიის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია სინამდვილეში, მათი პარტიული ივენთი იყო ეს, არის ამისი ნათელი დადასტურება. სირცხვილია, როდესაც 2 მილიონიან ქალაქში 10,000 ადამიანიდან 9,000 ჩამოყავს რეგიონებიდან. და ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით იმ 80 ლიტრი დიზელის ამბავიც, იმ გადახდილი ჰონორარების ამბავიც ყოველდღიურის და თვითონ მანქანაში ჩადებული პროვიზიის ამბავიც. და წინასწარ ვაცხადებდით კიდევაც ამის შესახებ. მოხდა სრული დისკრედიტაცია ქართული ეროვნული ინტერესის. მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელიც არ აპროტესტებდეს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციას და ანექსიას. არ მეგულება ესეთი საღად მოაზროვნე ჯანსაღი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანი არ არსებობს საქართველოში. მაგრამ ის რაც ნაციონალებმა გააკეთეს, ეს იყო ზუსტად პროვოცირება იმისა, რომ სტიგმატიზირებული საზოგადოება მათგან სტიგმატიზირებული არ მოსულიყო აქციაზე, შესაბამისად დაფიქსირებული იყო 0.1%, რასაც რუსული საინფორმაციო სააგენტოები აიტაცებდნენ დიდის ოვაციით და მოახდენდნენ შემდგომში ამის ტირაჟირებას. გაგახსენებთ აწუყეთ ცხონებული ჩვენი რუსეთი
რუსეთს ჩვენი ელჩის რუსეთის ფედერაციაში ეროსი კიცმარიშვილის იმდროინდელ განცხადებებს 2008 წელს, რომელიც ასევე იყო ატაცებული რუსული მედიის მიერ. გახსოვთ თქვენ, როდესაც სააკაშვილი პირდაპირ იქნა მხილებული აფხაზეთის წინააღმდეგ განსახორციელებელი სამხედრო ექსპანსიური მოქმედებების დაგეგმვაში, მისივე ელჩის მხრიდან. ეს ხო შემთხვევით არ ხდება. და ვინ ზარალდება? სააკაშვილი ზარალდება და უგულავა ზარალდება და ვოკერია ზარალდება ამითი? რა თქმა უნდა, ზარალდებით ჩვენ, სრულიად ქართული საზოგადოება. მე ისიც აქვე მინდა გითხრათ, რომ 2008 წლის 16 დეკემბერს ვიმყოფებოდით საქართველოს პარლამენტის წევრები ვაშინგტონში, მაშინ რამდენიმე დღის დანიშნული იყო ქალბატონი ჰილარი როდამ კლინტონი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნად და ჩვენ აი მუხლ მოდრეკით ვეხვეწებოდით და ვემუდარებოდით სტივენ სესტანოვიჩს, ბილ კორტნის, ქალბატონ კლინტონს, მის ადმინისტრაციას, რომ მტერი იდგა ჩვენგან 30 კილომეტრში და წყლების და ჰუმანიტარული სხვა დახმარების ნაცვლად გამოეგზავნა ჩვენთვის რეალური შეიარაღება და რეალურად მოგცემოდა საშუალება მტრისთვის გაგვეცა საკადრისი პასუხი. და არა ისე, რაც სააკაშვილმა გააკეთა, როდესაც სენაკის სამხედრო ბაზა სრულიად ჩააბარა, სრულიად. არა ისე, როგორც იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, კეზერაშვილმა, რომელიც ებრაული ლობის მიერ იქნა დანიშნული აქ საქართველოში. ამას ვაკეთებ სრული პასუხისმგებლობით ამ განცხადებას. როგორც თავდაცვის მინისტრი, დამნაშავე, რომელთან დაკავშირებით ასევე დროებითმა კომისიამ, ჩვენმა დროებითმა კომისიამ, რომელიც ასევე დისკრედიტირებული იქნა, გასცა რეკომენდაცია მის წინააღმდეგ საქმეების დაწყებისა. სისხლის სამართალ წარმოების დაწყებისა, თავდაცვის სამინისტროს უკანონო ევაკუაციის ფაქტზე. და ძალიან ბევრი ფაქტი შემილია მოვიყვანო, მრავალმილიონიანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გქონდა ჩვენ იცით, თქვენ ბუკის სახით. ეს არ არის 1 და 2 მილიონის ღირებულების კომპლექსები. არც ერთი გასროლა არ დაფიქსირებულა. არც ერთი გასროლა. სად იყო ჩვენი ავიაცია? რატომ ვერაფერი ვერ მოუხერხეთ ზარისხიდს, როკის გვირაბს? რატომ ჩავაბარეთ ფაქტიურად მტერს მივეცით საშუალება ეთარეშა გორში? რატომ გამოვიქეცით ჯარი და რატომ მივატოვეთ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა? რატომ არც ერთი საინჟინრო საფორტიფიკაციო ნაგებობა არ აგებულა ბუფერულ ზონაში, გულისხმობ ერგნეტსა და გორს შორის? რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი და რატომ არ ეძლევა ამას სათანადო შეფასება? მით უმეტეს, როდესაც არსებობს ტალევინის კომისიის დასკვნა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. და პირდაპირ არის ცალსახად 21 მუხლში ჩაწერილი, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ შეწყვიტა საქართველოს მთავრობამ მანდატი, რატომ არ შეუწყვიტა სამშვიდობო მანდატი რუს ჯარისკაცებს ბარანკევიჩის ხელმძღვანელობით, რომლებიც დისლოცირებულნი იქნენ ცხინვალის გულში და რატომ დაიწყო სამხედრო მოქმედებები აი ამ აუცილებელი საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურის დაწყებამდე. ეს ხომ სერიოზული კითხვებია. და დღეს ემზარკვიციანს ვუჟით 12 წელიწადს და სრულიად არაუფლებამოსილი პირები, როგორიც იყვნენ მაგალითად ლადო ვარძელაშვილი, გუბერნატორი გორის რაიონისა, გოკა გაბაშვილი, გიგი უგულავა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საბრძოლო ოპერაციებს ხალხო, რომლებიც გეგმავდნენ მაგალითად რეზერვისტთა შეყვანის სტრატეგიულ ამოცანას, რამაც პირდაპირ მიგვიყვანა, თითქმის მიგვიყვანა. მე ამ შემთხვევაში თითქმის გულისხმობ მხოლოდ იმიტომ, რომ აი ყვითელი კოლონა არაკომუფლირებული ავტობუსებისა, რომლებშიც სავსე იყვნენ ჩვენი სტუდენტი ახალგაზრდობა, მოდით თქვათ, ეს ჯარისკაცები არ იყვნენ რეგულარული არმიის ჯარისკაცები. სტუდენტი ახალგაზრდობა ღმერთის შემწეობით იქნენ გადარჩენილნი, რომ არ დაიბომბნენ. ამათ არ ვაძლევთ პასუხისგებაში და პასუხისგებაში ვაძლევთ ემზარკვიციანს, რომელიც თავისი კბილებით იცავდა იქ კოდორის ხეობას. მე მაპატიეთ ემოციებისთვის, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ საზოგადოება გააცნობიერებს, რასთან გვაქვს საქმე, აუცილებლად მოვთხოვთ დღევანდელ ხელისუფლებას პასუხს ამასთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს საქართველოს პირველი მოქალაქის პოზიციაც ამასთან მიმართებაში. იხსნის თუ არა პასუხისმგებლობას ბატონი ივანიშვილი, როგორც არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გააკეთოს განცხადება ემზარკვიციანის უკანონო მსჯავრდებასთან დაკავშირებით. აი ეს მინდოდა მე თქვა, მეტი არაფერი მაქვს საქმელი ამასთან დაკავშირებით. დაწვრილებით რომ შეფუფასოთ 15 ნოემბრის ნაციონალების აქცია ცოტა ხნის წინ აფრიკაში იყო, რომელსაც ორი მიზანი დაასახელა. ერთი მიზანი იყო, რომ უბრალოდ ეს არა ანექსიას მიიბეს, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ნაციონალურ მოძრაობამ და მეორე მიზეზი იყო, რომ მათ გამოცხადეს თავისი აქტივისტები. ეს იყო მიცი ორი მიზეზი, რომელიც მათ დაასახელდა.
თქვენი აზრით აი 15 უფრო კონკრეტულად რო შევფასოთ ნაციონალების 15 ხო, რამდენიმე ასპექტია მანდ ხა. პირველი ასპექტი არის ის, რომ გამოყოფილი იყო ძალიან დიდი თანხა, ამ თანხას სჭირდებოდა ათვისება და შესაბამისად მისი ამ თანხის ათვისების ასე ვთქვათ პრიორიტეტი თუ პრეროგატივა უпростоრად რა თქმა უნდა ექნებოდათ იმ ლიდერებს, რომლებიც სათავეში უდგანან იმ თავისუფალ ზონას, იმ ნაციონალურ მოძრაობის დღევანდელი აქტივს წარმოადგენენ და ასე შემდეგ და როგორც ჩანს ამ ფინანსების განკარგვამდე ხელმისაწვდომობის საკითხი ერთ-ერთი მთავარი კონკურენციის საგანი უნდა ყოფილიყო მათ შორის, ხვდებით ახლა რის თქმაც მინდა. ეს არის უმთავრესი, იმიტომ რომ სადაც არის ფისკალური ინტერესები, ნაციონალური მოძრაობაც იქ ყოველთვის ძალიან აქტიურად პოზიციონირებს ხოლმე. მეორე და მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ სოფლიოს თვალში კიდევ ერთხელ მოეხდინათ საკუთარი თავის რეაბილიტაცია მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მათი მაღალჩინოსნების ნაწილი დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და რაც მთავარია თავად სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებს სისხლის სამართლო წარმოება. რომ მოეჩვენებინათ თავი, რომ საზოგადოება მხარს უჭერს სააკაშვილს და რომ ქართული ოცნების მიერ წარმოებული ესეთი დევნა, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი დევნა ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. ეს იყო მათთვის მთავარი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა. რაც შეეხება იმას, რომ 10,000 კაცი უნდა მოეყვანათ უფრო მეტი, რა თქმა უნდა, მათი ამოცანა იყო, რომ მოსულიყო ძალიან დიდი რაოდენობა, ასე ვთქვათ, მოქალაქეებისა, სწორედ ამ სატყუარის ქვეშ, არა ანექსიას. და გაგახსენებთ, 3 დღის მომხდარი იყო, ხო? აგვისტოს მოვლენების ყველაზე უფრო დრამატული და ტრაგიკული დღეები, ანუ გულისხმობთ 13-14 აგვისტოს, როდესაც ქართული საზოგადოება გამოეფინა გარეთ და ჯაჭვით, ასე ვთქვათ, შეეგება ასე ვთქვათ, მტრის სამხედრო ექსპანსიას. და ეს რა ნიშნავდა იმას, რომ სააკაშვილს უჭერდნენ მხარს, მაგრამ ესე გათამაშდა, ესე გასაღდა, ზუსტად ესე საღდება დღესაც. რაც მოხდა 2008 წლის 13-14 აგვისტოს თბილისის ქუჩებში. აი ამისი, ასე ვთქვათ, ამისი გამეორება იყო მათი პოლიტიკური ამოცანა ამ შემთხვევაში, რაც მათ ვერ შეძლეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ 2 მილიონიანი ქალაქიდან მათი მხარდამჭერი თბილისის მოსახლეობიდან იქნებოდა დაახლოებით 2000 ადამიანი, რაც არ აღემატება მათი ოჯახის წევრების და ახლობლების იმ რაოდენობას, რომლებიც ნებისმიერ მათ დაბადების დღეებზე თუ ქორწილებში მოიყრიდნენ თავს. მე მგონია, რომ კვიციანის საკითხი არ უნდა დარჩეს ესე. ეს არის ძალიან შემზარავი ფაქტი. ძალიან სამარცხვინო ფაქტი. როდესაც გამაუპატიურებლებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მქონე პირებს 5 წელიწადს და 3 წელიწადს, ესე იგი უსჯიან და იმის მაგივრად, რომ რეალური დანაშაულისთვის მიუსაჯონ თუნდაც ამდენი წლები, ხო? და რაღაც ვაშლის საჭრელი დანისტარით სხეულის დაზიანებისთვისაც კი ვერ იჭერს ესეთი ბრალდებები თავს, თავისი სამშობლოს, თავისი მშობლიური კუთხის დამცველს ემზარ კვიციანს უყენებენ იმ ბრალს, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულია და მიმართულია სააკაშვილის რეაბილიტაციისკენ კიდევ ერთხელ.